ვარდების რევოლუციის იუბილეზე და გიორგოვის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმატებული წარმომადგენლები დააჯილდოვა. მათ შორის დიპლომატთა ის გუნდი, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ამ გუნდის მუშაობა პრეზიდენტმა დიპლომატიურ გარღვევად შეაფასა. პრეზიდენტმა დააჯილდოვა ასევე დიპლომატი გელა ჩარკვიანი, მომღერალი ნინო ქათამაძე. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ტექნიკურ მეცნიერებაში მიღწეულ წარმატებებზე და დასძინა, რომ ამ პროცესში მეცნიერთა ყველა თაობა მონაწილეობდა. პრეზიდენტმა დარგში შეტანილი წვლილისთვის ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ კანკავა დააჯილდოვა. ვწყვეტთ ბრწყინვალების ორდენით, რომელსაც ძალიან იშვიათად ვარიგებთ და ვაძლევთ იმას, რამდენიმე სხვა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმატებული ბრწყინვალე წარმომადგენლის დაჯილდოება. პირველ რიგში მე მინდა დავაჯილდოვო ჩვენი სამოქალაქო სამსახურის მართლაც ღირსეული წარმომადგენლები. ასე არის მიღებული, რომ ჯილდოებს როგორც წესი აძლევდნენ ძველ დროში უფროსი ასაკის ადამიანებს, რომელთაც ცხოვრებაში უკვე ყველანაირად ყველაფერი ქონდათ გამოცდილი, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო სამსახური არის ძალიან ახალგაზრდა. დღეს არის გიორგოვის დღესასწაული და ჩვენი ბრძოლა, საქართველოს ბრძოლა მართლაც არის წმინდა გიორგის და ბოროტი იმპერატორის ბრძოლას გავს. იმპერატორი ბევრად უფრო გამოცდილი, ბევრად უფრო ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ წმინდა გიორგი ბევრად უფრო მორალურად წელში გამართული და ბევრად უფრო სულიერად მასზე აღმატებული. ასევე ჩვენ დიპლომატიური სამსახური და ზოგადად სახელმწიფო სამსახური. ჩვენ გქონდა ძალიან რთული მოლაპარაკებები წოდით რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებასთან დაკავშირებით და ჩვენ გვიპირისპირდებოდა დიდი პროპაგანდისტული აპარატი გაზპრომის ფულით და მიუხედავად ამისა ჩვენ ახალგაზრდა დიპლომატებმა მიიღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიაღებიეს მომლაპარაკების მეორე მხარეს და ასევე შუამავლებს, რომლითაც საერთაშორისო მონიტორინგი პირველად ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ დადგება საქართველოს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებზე. რაც არის მართლაც გარღვევა ჩვენი დიპლომატისთვის უკეთესობისკენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, თუ ყველაზე დიდი არის, რომელიც მე მახსენდება ჩვენი დიპლომატიის მიერ მიღწეული დამოუკიდებლობის შემდეგ. და ამ გუნდს, რომელიც მიუხედავად ამ ხელა წეწოლისა, ყველანაირი გართულებებისა, მაინც ბოლომდე იბრძოდა ისევე როგორც ამ გუნდს, რომელიც მუშაობდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ასევე ისტორიულია საქართველოსთვის. გადაჭარბების გარეშე ეს არის რეზოლუცია, რომელიც გაახსენებათ ისტორიკოსებს, როგორც შემოbrunების წერტილი ჩვენ საერთაშორისო პოზიციების დაცვაში, ესე იგი პატარა ქვეყნისთვის საერთაშორისო სამართალი არის ძალიან გადამწყვეტი. ამიტომ ბევრად გავაგრძელო, მე მინდა ქართული დიპლომატების მართლა ბრწყინვალე წარმომადგენლებს, სერგი კაპანაძეს, თამარ კოვზირიძეს, თორნიკე გორდაძეს და სალომე სამადაშვილს გადავცემ ბრწყინვალების ორდენები. ბაკურ კვეზერელი, რომელიც მართლა იყო ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მინისტრი და ამავე დროს მე ვიცი ბაკურის სამუშაო გრაფიკი როგორ იყო დილის 9 საათიდან ღამის 3 საათამდე. მართლა ყველანაირი ასაკის ადამიანისთვის ძალიან ძნელი გასაძლებელი, ძალიან რთულ საქმეში და ძალიან სერიოზული გარღვევები ჰქონდა უკეთესობის ქართველის საკითხში. ყოველთვის ადამიანს უნდა უთხრა მადლობა იმისთვის, რაც აკეთებს, რაც გააკეთა ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს სახელით, ხო? როდესაც ლაპარაკობთ იმაზე, რომ თუ რამ ჩაუყარა საფუძველი იმას თუნდაც ამ ახალგაზრდა დიპლომატებს, მე ფიქრობ, ეს მოდის ასევე იმ სკოლიდან, რომელიც ჩვენ გქონდა, არა მხოლოდ დიპლომატიაში, არამედ ცხოვრებაში, განათლებაში, ევროპული და ზოგადად ცივილიზაციური ფასეულობების გაზიარებაში და ამ ხრივ იყო ყოველთვის რამდენიმე პიროვნება საქართველოში, რომელიც აბსოლუტურად უკვე პიროვნების საზღვრებს ხდება და რაღაცა ინსტიტუტებად არიან ქცეული. მე ვფიქრობ, გელა ჩარკვიანი ასე არის, ასე ინსტიტუტად გადაქცეული ქართველი პიროვნება.
და მე მინდა ჩვენთვის დიდი პატივია მას გადავცეთ. მოიყვანენ ბოგდანო. By product. Aha. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოახსენო ჩვენს პრეზიდენტს, ჩვენს ხალხს, ჩემი ძალიან მცირედი წვლილი აღიარებისათვის, ასე გულუხვი აღიარებისათვის, ამ ჯილდოსათვის. ისიც ალბათ არც ერთი ადამიანი ძალიან კმაყოფილი არ არის თავისი ცხოვრების გზით, გაგებით რომ არ არის ძალიან კმაყოფილი იმით თუ რა შეასრულა რა გააკეთა მან. იმიტომ რომ ბოლომდე ჩვენ მაინც ჩვენ დღის წესრიგს არ ვახორციელებთ ხოლმე, რა. და ალბათ მეც ესე ვარ, რასაკვირია, ალბათ შემეძლო მეტი, მაგრამ ახლა მე როცა ვფიქრდები რა იყო ჩემი დღის წესრიგი, რისთვის ვაკეთებდი, გამოგიტყდებით, რომ ჩემი მთავარი მიზანი იყო ჩვენ ხალხს ევროპული გზით და ევროპისკენ მიმავალი გზით. ასე იგი, გაეზიარებინა ევროპული ღირებულებები და მაქსიმალურად მიერთებოდა ევროპას. რადგანაც მე მიმაჩნია, რომ ეს ცივილიზაცია არის დასავლური ცივილიზაცია, ეს ცივილიზაცია შექმნა დასავლურმა აზრმა, შექმნა ევროპულმა განმანათლებლობამ და ამიტომ ერთადერთი რეცეპტი წარმატების და საქართველოს თავისუფლებისა არის აი ეს გზა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა პრეზიდენტს არა მარტო ამ ჯილდოსათვის, არამედ იმისათვის, რომ ამ ბოლო წლებში საქართველო განსაკუთრებულად ჩქარა მიდის ამ გზით. და მან უკვე ამ ეკლიანი და ძალიან გრძელი გზის დიდი მანძილი განვლო. სულ რამდენიმე წელიწადში. დიდი მადლობა, აი ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის. ამასთანავ ვიყავი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მეცნიერული და ტექნიკური პროგრესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ახორციელებს ყველა ასაკის, ყველა გამოცდილების, ყველანაირი წარმოშობის, წარმომავლობის ადამიანები და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ახლა ყველაზე მეტად დაკავებული ვართ შენებლობით და ის რომ საქართველოში გამოგვარდია ახალი მეთოდი ბეტონის დამზადების, რომელიც ერთი აიაფებს საქმეს და მეორე განსაკუთრებულ მაღალი ხარისხის ბეტონს ქმნის. ეს არის გამოვიხიბლე, გავიცანი პროფესორი ვახტანგ კანკავა, ასოცირებული პროფესორი ტექნიკური უნივერსიტეტის, რომელმაც გამოიგონა ეს მართლაც უნიკალური ბეტონის სახეობა. თუ კი რამე შეესაბამება სიტყვა ბრწყინვალებას, ასე ბატონი ვახტანგის საქმიანობა, გთხოვთ მოგზაინდ. ბატონი ვახტანგი ქუთაისიდან ხართ ხო წარმოშობით? არის ქუთაისიდან წარმოშობით, თქვენ ნახეთ ქუთაისში გუშინ ახალ ეტაპზე გადავედით პრაქტიკულად პარლამენტამდე კი რამდენიმე თვე გვიკლია, გაიხსნათ საქართველოს მთავრობის ქუთაისის სახლი და ზოგადად ხაროთმცოდნეობის მუზეუმი და ზოგადად ნახეთ ინფრასტრუქტურაზე რა კეთდება. ასე რომ ქუთაისის ასაშენებლადაც ძალიან გამოგვადგება თქვენ მიერ შექმნილი ბეტონი ბატონო ვახტანგ და მინდა გადმოგცეთ ეს ორდენი. გილოცავთ დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს და აი ამ დღეს მე როგორ წილად ძალიან დიდი ჯილდო ქართველი ერისაგან და საქართველოს ქართველი კაცი ოდითგანვე აშენებდა ჭირშიც, ხინშიც, გაჭირვების დროს, ომიანობის დროს და ამით ჩვენ შემოგვჭა ეს ბრწყინვალესი ქვეყანა. ასევე რაც ძალიან შეიცვალა ბოლო წლებში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ საქართველოს ავტომატურად ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩვენ გარშემო ასოცირებულია ძალიან დადებით მოვლენებთან. მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი პროპაგანდა იხარჯება მართლა გაზპრომის პულით და სხვაებით. უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, მათ შორის რუსეთის ინტელიგენციის და მოაზროვნე ადამიანების უმეტეს ნაწილში, ჩვენ მეზობელ სხვა ქვეყნებში საქართველო არის ძალიან პოპულარული ქვეყანა. ქართველები არიან ძალიან პოპულარული ადამიანები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი კაშკაშა ვარსკვლავი მართლაც მაგალითად უკრაინაში ან მარტო უკრაინაში ან ყველა ამ ქვეყანაში ძალიან დიდი მადლობა ამ თბილი შეფასებისთვის და
იმ გზის ასე ვთქვათ განათებისთვის, რასაც ჩვენ გავდივართ მუსიკის გზით. ძალიან დიდი მადლობა ყველა ქართველს, ვინც გვაძლევს ძალას, რომ ჯეროდეს, რომ საქართველოს ყველაზე ნამდვილი და საყვარელი ქვეყანა.